NGO პროვოკაცია და დონორების დუმილი. ქართული ოცნება შვედეთის პოზიციით ინტერესდება, რადგან სწორედ ეს სახელმწიფო აფინანსებს პოლიტიკურად აქტიურ ერთ-ერთ მთავარ არასამთავრობას. რატომ იხარჯება უცხოური ფული საქართველოში არეულობისა და პროვოკაციებისთვის? ამ კითხვას ქართული ოცნება დიდი ხანია სვამს. გუშინდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და რამდენიმე საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ადამიანი და დაანებონ ამ NGO-ებისთვის ნებისმიერი საკითხის მიკვრას თავი. ამათ რატომღაც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ჩათვალეს, რომ რუსეთი საქართველოს იმპერია მრცხვენია, აი ჩემი თავის, რომ მე მათ პასუხი გავეცი. მომაყენეს შეურაცხყოფა სიტყვიერი მონაც მიწოდეს, შენ გადაწვიო რუსთაველიო მე როგორ გადავწვი მე უთხარისვიად გამსახურდიას გვერდით ვიდექი ბოლომდე მეთქი ახალგაზრდებს ატრენინგებენ და ასწავლიან დამახინჯებულ ისტორიას. გუშინდელ დღეს არ აქვს არანაირი საერთო 9 აპრილის გმირების უკდავყოფასთან ამ ხალხს მცდელობა აქვს ხაზი გადაუსვას, გააუფერულოს ყოველგვარი ეროვნული ლელა ვებხვაძემ ვერ იმღერა 9 აპრილის მემორიალთან გუშინ. დაირღვა აი ჩვენი ტრადიცია. საერთაშორისო გამჭვირვალობა, საფარი, სირცხვილია, ყველა ისინი სახეები ქალბატონი ლომჯარიას NGO ამ ორგანიზაციებს ხალხ კონკრეტული დონორები. საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ. შვედეთის ელჩი მივიდა იქ, სადაც მისი დაფინანსებული ორგანიზაციები 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მივიდა რამდენიმე წუთში და ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი. ასე ეს ფარისეულობა უნდა დასრულდეს, ჩეხავდნენ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით, დღეს ჩეხავენ სიტყვებით, ზიზღით, არც ერთ ამ საერთოს არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელების ქვების როლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა მოლოტოვის კოქტეილებით. არ დაუგმია ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანების დეჰუმანიზაციის. ეს არის ამაზენი, როდესაც ეროვნული მოძრაობის მდევნელი მამუკა ხაზარაძე, რუსი ბანი პაატა ბურჯულაძე დადგებიან რუსთაველის გამზირზე და 9 აპრილის მიტინგის წამყვან ირაკლი ქადაგიშვილს ეტყვიან, რომ ის იქ არ უნდა მივიდეს. ეს არის რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, ვინც გამოირჩევა აგრესიით, გამარგინალებულები არიან. სხვადასხვა იქ იყვნენ ადამიანები, ვინც ამ მემორიალზე ზემოთ ასულებით ცეკვავდნენ.